Hai დავიწყებთ დაპროექტება მეგობრებო, აქ გაკეთდება აბანო ტუალეტი სარიცხი მანქანა გვერდზე. სარიცხი მანქანა ჩაიქმნება კარადაში. Hai აქ დადგება ზედა მხარეს წყლის გამაცდილებელი კალონკა. ეს კალონკა ბუნებრივ გაზი არის, მაგრამ მე გადავაკეთე ძევად გაზზე. ძევად გაზზე გადაკეთდება და ეს კალონკა იქნება დამალული კარადაში შეფუთული იქნება. პლუს აქვე გაკეთდება წყლის ნინჯარა ჩაიქმნება, გვერდზე დადგება პატარა მაგიდა იქნება და გაზის გამაცხელებელი, ანუ გაზი იქნება იქ. აქვე გაკეთდება მაგიდა გამშლელი, დამკეცავი, ანუ რომ ადგილი არ წაიღოს. პლუს ეს ზედა მხარე მაღალი ადგილი აქვს და ამასაც გამოვიყენებ ეს ნაწილობრივ სათავზოდ გამოვიყენებ ან მიკროტალღურ ღუმელს ჩავსვამ მან. ამას აქეთ გაკეთდება კარადა და ეს კარადაც იქნება იდეალური. აქვე გაკეთდება პატარა მდივანივით იქნება, სკამი იქნება. აქეთ ამ მხარესაც ეს სკამი. ეს სკამი შეიძლება მე გაიცვალოს და გაკეთდება ლოგინი. პლუს ეს არის 300 ლიტრიანი წყლის აუზი, ეს არის შიგნით თეთრი პლასმასით, ანუ წყლის დასალევათაც ვარგისიანი იქნება. ლოგინის ქვევიდან გამოვა პატარა მაგიდა, ერთი ადამიანი აქ დაждდება, ერთი ადამიანი აქ, მესამე აქვე დაждდება. ანუ ესეც იქნება 3 ადამიანზე გათვლილი. რაც შეეხება გასავლელიც 40-50 სანტიმეტრია, ჩვეულებრივად შეგიძლია რომ გავხდე. პლუს ამას აქვე ამისთვის სტეკლოები ნაყიდი მაქვს, რომელიც შემიძლია რომ ამას დავუმონტაჟო. რაც შეეხება დენის წყაროს, მე მაქვს ნაყიდი დელტა პრო 3, ანუ ეკოფლუს დელტა პრო 3 და პლუსი აქვს დელტა პრო 3. 0-დან 100-მდე შემიძლია დავუტენო საათნახევარში. პლუს ამას შეუძლია ბუსტ დამტენითაც შეუძლია დატენვა და ამ ბუსტ დამტენითაც 50 წუთში შეიძლება 0-დან 100-მდე დავტენო. ეს არის ქვედა ნაწილი 4 კილოვატი და პლუს 4 კილოვატი დამატებული, ანუ 8 კილოვატი დენის წყარო მექნება მანქანაში. თუ არ მეყო ეს 8 კილოვატი, შემიძლია კიდევ 4 კილოვატი დავამატო, აქვს ამის დამატების საშუალება და პლუსი აქვს ამ დელტა პროს. ანუ ამას არ ჭირდება უკვე სოლარის, ანუ პანელის გადამყვანის ჩაშენება, თვითონ აქვს ჩაშენებული, პირდაპირ შემიძლია რომ მზის პანელები შევაერთო. აქვს კიდევ 12 ვოლტის გამოსვლელი და პლუს 220 ვოლტის, შემიძლია ტელეფონითაც მართო ეს სისტემა და იდეალური სისტემაა. გარანტია მოყვება 5 წელი და 5 წელის განმავლობაში რომ რამე მოუვიდეს, ანუ არ აქვს იმის საშიშროება, რომ ქარხანა 5 წელს გაძლევს, ანუ ეს იმუშავებს უპრობლემო. ეს წყლის აუზი, აქვე დაიქმნება წყლის მოტორი, რომელიც მთელ სისტემას წყლით მოამარაგებს. ეს მიახლოებით პროექტი არის და დანარჩენს უკვე რას გავაკეთებ, როგორ გავაკეთებ, ყოველდღიურად გაცნობებთ ახალ ვიდეოებს.